ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც 2008 წლის ომის დაწყება კვლავ საქართველოს დააბრალა, სამშობლოს ღალატად და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ. კრიტიკოსების თქმით, ოლიგარქის პარტიის ეს პოზიცია კრემლის სახელმძღვანელოდანაა. მაიშოეცეთ საერთაშორისო სასამართლოებმა უკვე დაადგინეს, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია 7 აგვისტოს საღამოს რუსეთმა განახორციელა. მსგავსი განცხადებები საქართველოსთვის შესაძლოა მძიმე საერთაშორისო და გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი იყოს. სალომე ლაბაძე მოისმინა ამ თემაზე შეფასებები. სალომე, გისმენთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შედეგად შესაძლოა ვიხილოთ არა მხოლოდ მძიმე გეოპოლიტიკური განვითარება, არამედ ასევე საუბრობენ მძიმე სამართლებრივ შედეგებზეც. ან ოპოზიციაში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს ისევ საქართველოს დაადანაშაულა ომის დაწყებაში, ხოლო რუსული ოკუპაცია წარმოაჩინა როგორც მხოლოდ რეაგირება ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, შესაძლოა აღმოჩნდეს ის, რაც გამოიწვევს იმ შედეგების რევიზიას, რომლებიც საქართველოსთვის სასარგებლოდ უკვე დადგა და აქ გულისხმობთ ცხადია, როგორც სტრასბურგის, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ რუსეთს და სწორედ რუსეთია გამოცხადებული ამ ომის ერთადერთ დამნაშავედ. მეტის სიზუსტისთვის დღეს კობახიძემ თქვა, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი, ეს მისი სიტყვებია. ამის შემდეგ კი კობახიძის მტკიცებით 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ფედერაციის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე. რაც გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება ისტორიულ სიმართლეს, ასევე ეწინააღმდეგება ქართული ოცნების მანამდელ პოზიციასაც და გულისხმობთ იმას, რომ გასული წლების განმავლობაში, უფრო კონკრეტულად კი 2024 წლამდე პერიოდში ოცნების საგარეოც კი სწორედ 7 აგვისტოს აღნიშნავდა აგვისტოს ომის დაწყების თარიღად და სწორედ ამ დღეს აქვეყნებდა ხოლმე შესაბამის განცხადებებს. შეიცვალა ახლა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის რომ დღეს საპირისპირო შინაარსის გზავნილებს ვისმენთ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის პარტიამ რუსეთის დავალებების შესრულების გზაზე წინ წაიწია და ამის დადასტურება მათივე განცხადებით ისიც, რომ ამ პარტიის წარმომადგენლება დღეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავებთანაც კი ვერ გაბედეს რუსეთის როგორც ოკუპანტის ხსენება. 21 საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას. 21 საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ ახსენებენ და არ ახსენებენ რუსეთს და საქართველოს 21 საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ამ მძიმე დღეებში რუსოფობიაზე, რუსულ იმპერიულ პროპაგანდაზე ლაპარაკობენ და ქართულ ხალხს ციხით ემუქრებიან თუ მათ მტერის ძულთ. მტერის ზულთ ყველას, ვინც პატივს სცემს საქართველოს გმირებს, ვინც პატივს სცემს ანწუხელიძეს, ვინც პატივს სცემს ყველა შინდისის გმირებს და სხვებს, ვინც დაეცენ ამ დღეებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ირაკლი კობახიძე, ყაველაშვილი ხალატობენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ის რომ საქართველოს დაიწყო ომი, ამაზე აპელირება და ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, იმ ხელისუფლებისთვის დაბრალება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის ღალატი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ყველა შეთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ომი, როდის დაიწყო ომი და ჩვენ 7 აგვისტოს გუშინ ვნახეთ ჩვენი პარტნიორების განცხადებები და ომთან დაკავშირებით მათი პოზიცია. ისინი ცდილობენ ტყუილი აქციონ რეალობად, რაც საბოლოო ჯამში არ გამოუვა ისტორიის გადაწერა რუსეთის წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში კობახიძეს და ყაველაშვილს არ გამოუვა. რუსეთის სახელის ხსენებას ვერ ბედავენ. ლაპარაკობენ წინა ხელისუფლებაზე, ყველაფერს აბრალებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მათი პოლიტიკური ტყვეა და საუბრობენ რეზოლუციაზე. არ საუბრობენ იმ საერთაშორისო შეფასებებზე, რომელიც საფუძვლად დაედო მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს გამარჯვებას. რუსეთი არის მტერი, რუსეთი არის ოკუპანტი და დიდება გმირებს. ეს არის დღეს 18 წლის შემდეგ თავარი სათქმელი და არა ის, რასაც ამბობს და რასაც აკეთებს ქართული ოცნება. და არა მხოლოდ არ ახსენეს რუსეთი, მათ შორის ჟურნალისტების შეკითხვების შემდეგაც კი, არამედ დღეს მუხათგვერდში სწორედ რუსეთთან ომში დაღუპული გმირების საფლავებთან, სადაც წესით სწორედ ოკუპანტის სისასტიკეზე უნდა ესაუბროთ, ქართულმა ოცნებამ ამის საპირისპიროდ რუსოფობიაზე წამოიწყო საუბარი, რაც შეგახსენებთ, რომ არის კრემლის მიერ დამკვიდრებული ტერმინი, რომელსაც ის იყენებს ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი აგრესიის გამართლებისთვის.